ზება მენდუკიძის საქმიანობასთან დაკავშირებით და რატომ რჩება ის სახელმწიფოს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. დღეს უკვე ქართულ საზოგადოების წინაშე გამოგვაქვს ის ურთიერთთანამშრომლობები, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა მენდუკიძეს ძალიან მაღალი რანგის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან რუსეთისა, აქედან გამომდინარე ქართულმა საზოგადოებამ ახლა თვითონ განსაჯოს. თუ ჩვენ ვიცით ამის შესახებ, იცის თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ და თუ არ იცის, მაშინ მიიღოს ზომები, ხოლო თუ ამ წლების და თავისთავად რომ არ იცის, ეს არის ძალიან ცუდი, ხოლო თუ იცოდა და დუმდა, ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ მენდუკიძე არ არის მხოლოდ რუსეთის, ასე ვთქვათ, აგენტი და იმ პოლიტიკის გამტარებელი საქართველოს ხელისუფლებაში. არამედ მთლიანად საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი. ხელისუფლებას მემარჯვენეების მიერ მენდუკიძის მისამართით გამოსმული ბრალდებები უსაფუძვლოდ მიაჩნია. უმრავლესობის წევრები წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ. გავხდი უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ მიმაჩნია რომ ჩვენი საქმე გვაქვს გაკეთებული, უნდა გავაგრძელოთ სრულნა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ის ცვლილებები, რაც ეკონომიკაში ხორციელდება, მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ქვეყნის მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდეს ის შემოსავლები, რომლითაც სახელმწიფო მართლაც გაძლიერდება. შემოვიდნენ ახალი ინვესტორები, თუ ვინმე თუნდა რომ საფრთხობელები ეძებოთ, ან განტევების ვაცი იპოვოთ, ეს ნამდვილად არ გამოვა, უფრო მეტ ვურჩევდით ჩვენ კოლეგებს, რომ უფრო მეტი იფიქრონ საქმეზე. რუსეთში მოღვაწე ყოფილი ბიზნესმენი და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ამჟამინდელი უფროსი კახა მენდუკიძე ხელისუფლების მოწვევით რუსეთთან 2004 წელს ჩამოვიდა და ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დღეს სასტუმრო სიმპათიაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარტ-მეგმართ საათზე მეთხანს გაგრძელდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შეხვედრისას საუბარი მედიის თავისუფლებისა და პოლიტპატიმრების საკითხებს შეეხო. კახაკუკავას განცხადებით მათ დიპლომატიური კორპუსს ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნეს და მედიაში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვეს. საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადებით კი ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გზით უნდა მოხდეს. ჩვენი სამოქმედო გეგმების შესახებ ვისაუბრეთ. უთხარით ჩვენი მოთხოვნები მედიასთან დაკავშირებით, იგივე იმედთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, რაც შეეხება მათ შეფასებებს, ახლა ამ ადამიანებმა ყველაფერი ძალიან კარგად იციან და დასკვნა ერთია, რომელიც არის გაკეთებული, რომ სანამ მედია საშუალებები არ იქნება თავისუფალი, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია სერიოზული აქციების, აგორების შესაძლებლობა შევახსენოთ დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენი სურვილი არის ხელისუფლებასთან საუბარი არა აქციების ენაზე, არამედ დიალოგის ენაზე. სამწუხაროდ დღემდე ეს შეთავაზება რჩება უპასუხოდ, მაგრამ დიპლომატიურ კორპუსზე ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია რა თქმა უნდა თავისი ზეწოლით ბევრი რამის შესვლა. დღეს საქართველოს ჭირდება დიალოგი, ჭირდება პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა და არა ისე ვის PR-ი, რასაც ჩვენ ყოველდღურად ვისმენთ ტელევიზიიდან. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდეთ ხელისუფლებას და მოუწოდეთ იმავდროულად საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაგვეხმაროს დაიწყოს საქართველოში პოლიტიკური საკითხები მაგიდესთან გადაწყვეტა. ჩვენ უთხარით დიპლომატიურ კორპუსს, ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენ 7 ნოემბერს გავახმოვანეთ, 23 ნოემბრამდე უნდა გადაწყვეტილიყო. მედიის თავისუფლება, პოლიტპატიმრები, ადამდელი არჩევნები, ასეთი საკითხი არ არის შესრულებული. ამნისტიის კანონმა ნახეს, როგორი სამწუხაროდ მიიღო ესეთი კარიკატურული სახე და რეალურად პოლიტპატიმრებს იგი არ შეეხო, რეალურად არ შეეხო იმ კონტინგენტს, რომელიც პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო განთავისუფლების თვალსაზრისით, რეპრესიები შეგრძელდება და ამის მაგალითი მოვიყვანეთ ჩვენი პარტიის ოფისის ჩამოთმევის მცდელობა. მედიის თავისუფლების საკითხი ამ კუთხით არაფერი არ გადადგმულა. იმედის თემა, რომელიც დღემდე არის გადაუწყვეტელი საკითხი და 23 ნოემბერი სწორედ ამას ეძღვნება და ვუთხარით, რომ თუ ესე გაგრძელდა, შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა. საქართველოში გაზის სამომხმარებლო ტარიფი 5 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება. ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის საჭირო ბუნებრივ აირს გაზგამანაწილებელი კომპანიების სოკარის დამეიყიდიან, რაც ბუნებრივ აირზე ფასის შენარჩუნებას გამოიწვევს. აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის 5 წლიანი მემორანდუმი ბაქოში 14 ნოემბერს გაფორმდა. მემორანდუმში გაზის ტარიფების გარდა გაწერილია გაზის მოწოდების მოცულობები. სოკარმა იყო ამ ხელშეკრულებით ვალდებულება თავის თავზე, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ის მოცულობები
მოცულობები საჭიროა მოსახლეობისთვის და თქვენი პროფესიებისთვის ფიქსირებული ფასით, დღეს არსებული ფასებით მიუწოდოს საქართველოს ქართულ კომპანიებს, ვინც ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას აი ამ მოხმარებლებზე. ანუ კასტრანგაზის მოხმარებლებისთვის და მთლიან საქართველოს მოხმარებლებისთვის ისინი დღეს ვინც იღებენ გაზის ფასი არანაირად არ შეიცვლება და გაზის ფასი იქნება მომავალი 5 წლის განმავლობაში ფიქსირებული. ლეიბორისტების ხელისუფლებას ბუნებრივი აირის ტარიფის ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებენ. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის გახადაგანიას განცხადებით, ხელისუფლება აზერბაიჯანიდან 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს $275 ყიდულობს და მოსახლეობისა და საწარმოებისთვის $850 ყიდით. მის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობის ხარჯზე გაზის ტარიფის 300%-იან მოგებას ნახულობს. დაგანია ამბობს, რომ გაზის ტარიფის მიმატების გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გათბობა ჩართული არ არის, რადგან ხელისუფლების მიერ სკოლებისა და ბაღებისთვის დაწესებული ვაუჩერები შენობების გათბობას არ ყოფნის და იძულებული არიან გათბობისთვის საჭირო თანხა ბავშვების მშობლებმა მიიტანონ. ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ გაზის ტარიფის მატება პროდუქტებზე ფასების მატებასაც გამოიწვევს. შეიძლება გაზს აზერბაიჯანისგან ყიდულობს $275 და მოსახლეობაზე, საწარმოებზე ყიდის $850. 300%-იან მოგებას დებულობს ხელისუფლება ჩვენს ხარჯზე, მოსახლეობის ხარჯზე. ლეიბორისტული პარტია თვლის, რომ ეს არის ბანდიტური დამოკიდებულება, ამის გამო სკოლებში ჯერ კიდევ არ არის ჩართული გათბობა, ხოლო იმ სკოლებში, რომელიც სკოლებში ჩართულია გათბობა, მოსახლეობას, მოსწავლეებს, ბავშვებს მშობლებს ხოლმე რომ გათბობის ფული იქნეს გადახდილი, შეგროვებული, თუმცა რომ თითქოს მოსახლეობაზე არ არის გაზრდილი ტარიფი ბუნებრივ აირზე, ეს არის სიცრუე, რადგანაც იგივად მოსახლეობას ჩვენ ადამიანებს მაინც ვიცეს გადახდა სკოლებში ბავშვებზე გათბობის ხარჯები, ასევე ამ საწარმოებზე გაზრდილმა ბუნებრივი აირის გადასახადმა ისეთ პირველადი მოხმარების საგნებსაც დაარტყა, როგორიც არის პური, ასე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ყეშელაშვილმა და ირლანდიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ მარტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთავრობებს შორის ორმხრივ დაბეგურის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხსნელობის აღკვეცის შესახებ. მათი თქმით, შეთანხმება ხელში უწყობს ერთ სახელმწიფოს შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მარტინის თქმით, არსებობს უკვე გარკვეული დაინტერესება ირლანდიელი ბიზნესმენების მხრიდან სამშენებლო სამთო და საკონსულტაციო სფეროებში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ყეშელაშვილმა განაცხადა, ირლანდია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სერიოზული დახმარება გაუწიათ საქართველოს აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ყეშელაშვილის თქმით, არსებობს სერიოზული პერსპექტივა, რომ გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. 2009 წლიდან იგეგმება ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნა. ეს ქვეყანა, რომელსაც ძალიან საინტერესო მოდელი აქვს ეკონომიკური თავისუფლებების შექმნის ევროკავშირის რეგულაციასთან, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო მოდელია და ამიტომ ის გამოცდილება, რაც ირლანდიას დაგროვებული აქვს, ჩვენთვის იქნება ძალიან საინტერესო, ისევე როგორც უშუალოდ ის ბიზნეს შესაძლებლობები, რაც ჩვენს ბიზნეს საზოგადოება შეიძლება ჰქონდეს ირლანდიაში, ისევე როგორც ირლანდიის ბიზნეს საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამ მხრივ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშაობთ, საიმედოდ რომ ეს ურთიერთობები სისტემატურად განვითარდეს. ირლანდია არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ მხარს უჭერს იმ შეთანხმების შესრულებასაც, რასაც ხელი მოაწერეს საფრანგეთის, რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა. რუსეთის უბრალოდ არ ასრულებს ამ შეთანხმებას. ირლანდია მზად არის ნებისმიერ სახის დახმარება გაუწიოს საქართველოს. ირლანდია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამკვირვებლებით საქართველოში გამოგზავნისთან დაკავშირებითაც. ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ ორმაგი ურთიერთობები, გაუზიაროთ საქართველოს მთავრობას ჩვენი გამოცდილებები. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გრიგოლ გალობაშვილმა და ამერიკის ათასწლეულში